აბა, როგორ მოგეწონათ ახალი კაფეტერია, ბატონო პროფესორო? კარგია, გაცილებით უარეს ველოდი. აი, ეს ხანწი სიმბოლურად კაფეტერიას ჩემგან. აი, ძალიან მამაზია, ძალიან. დიდი მადლობა, თან მოხდება აქავრობას. ხო, ძალიან. ეს კაპუჩინოსთვის გვინდოდა რაღაც. ხო და სიამოვნებით მივრთმევდი, მაგრამ ხვალ გადაღებაზე მეჩქარება. და მე კარგია, რომ ყველა ძალიან კმაყოფილი წავიდა აქედან არა. ხო, ყველა კმაყოფილი წავიდა. ემზარი კმაყოფილი წაიღეს. აბა კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ჩვენს. გაუმარჯოს. იმედი ახლა აღარ გადაწვავთ. რა კარგია, არა. მართლა დავჩებოდი, მართლა, მაგრამ ხვალ გადაღებაზე მეჩქარება. ხო და აი, ხვალ რომ წავიდე იმ გადაღებაში რაღაც კვამლი არის. ვაიმე, კარგით რა. მოგატყუეთ ხო? ხო, მიყვარს ჯანსაღი უმორი. რატო არ არის? კვერცხებს მიუწვა აძინებდა და ეტყობა ჩაეძინა. აი მე გსაცოთა ვიდეთ. ლაშავ, ბევრი დაგეხარჯათ ამის გაკეთებაში. საკმაოდ. როგორ ფიქრობ, ამოიღებთ? აბარა. დედოთ, ახალი კაფეტერია, ახალი აბეჯი, ახალი ჭურჭელი, ახალი ყველაფერი და რამდენ თანხაში გადავალეთ, აბა ძალიან ბევრი, ხო? შეკო, 200-300 ლარი რომ მომეტოთ, ალბათ არ საგახირებთ და არ დაგაქცევთ მე ხელთან. არა, მართლა კარგია, მართლა მომწონს, აი, ძალიან მომწონს. ხვალ გადაღებაზე რომ არ მეჩქარებოდეს. ხო? გაინტერესებთ რა გადაღებაა? ისიც სერიალში მიღებენ. მე მთავარი გმირი ვარ. ალბათ ისიც გაინტერესებთ, როდის გავა ეთერში. გაგახარებთ. მალე. ისიც აი ამ კეისში ფული დევს. ძალიან ბევრი, მართალია ეს ყალბი კუპიურებია. სერიალისთვის დავჭირთ ეხლა აქ რომ ნამდვილი ფული იყოს. რავად მე გავავხო. წადი შვილო, წადი. ფიქრებ რა უდედოდ გაზდა ვინას თქვა შვილისა იქნება ვერხის დედაი ჩემზე მწარე და ტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სანძიმა უთხრა შვილისა დედა ეს დედაი რას ნიშნავს დედას დედა და დედა რაღაც ნიშნავს ნიკა სულ ამელია ნიკა მიდი ის დედალი ემანდ რომ დაგისხი და ყველაფერი დაგილაგდება არ მინდა რძე ვეფხი და მოყმე სწავლობ უყმე რა არის დაწერა ახალგაზრდა ბიჭი დედა მომისმინე ნახე რანაირად იწყება მოდი აი ნახე რანაირად იწყება მოყმე მარ პირში შველამან შიბნ გაიარანა კლდისანი მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხვისანი ამ რაინაზე წერია ასე სად უნდა ვილაპარაკო ნიკა დედიკო ისწავლე და დამიჯერე გამოგადგება შემახდის კლდის თავზე და ხორანი ჯიხვებისანი სარია სტუმარ გვაწვია კაი გავუღე დედაი აი გავუღე შემოდი სოფი როგორ ხარ
10 საათია დიეტაზე ვარ, 10 საათი არაფერი არ მიჭამია, ყველანი მეზიზღებით. მიგა საყვარელო როგორ ხარ? ჭიუხად. ვეფხი და მოყმეს სწავლობს და არ მოსწონს. ვაიმე, ეს ის არის დედის ერთა ბიჭი რო არის. ვაიმე, სკოლაში როგორ შეყვარებული ვიყავი მაგ ტიპს. სოფი მახსოვს, ხვალთა შორის ძალიან დიდხანს ვერ გეუბნებოდით ვეფხმა რომ მოკლა. სოფი, ყავა დავლიოთ? არა, ელენე, დილიდან ვიყავი ჯერ სალონში, მერე სოლარიუმში, მერე მანქანა გავრეცხე და მერე ვიფიქრე, იქნებ ელენესთან ავიდე ყავა დამალევინოს თქო რა. ახლა უშაქრო რა. სოფი, შენ ჩათიდან რა ხმა ისმის? არაფერი არა. უი! კნუტი! კნუტი? ხო, გუში, მეზოში, მეზობლების კვერცხები შეჭამა და აგდებდნენ და შემეცოდა და ჩავს ჩანთაში ნიკას მოუყვანე. აი, სოფი, არ მოიყვანე, არ გაიგუდოს. ვაიმე, რა საყვარელია. რაღაცა ქნა. აჰა, ნიკა. მადლობა, სოფია, ურა საყვარელია. დავიტოვებ რა გთხოვ. არა, ნიკა, გამორიცხულია. შეხედე როგორი საწყალია, მარტო ქუჩაში მშიერი, ნახე როგორი თვალებით გიყურებს. კარგი რა, სოფი, შეხედე რამდენი ბეწვია, აქ სახლში როგორ დავტოვო. კაი, ნიკა, მომეც და გადავიდე. აუ, არ გადავაგდო, ცოდოა. ნახე რა საყვარელია, რა გთხოვ, დავიტოვოთ, პლიզ, პაჟალსტა, გემუდარებ. დედის გული და ჯანდაბა მე. ხო, კარგი, დაიტოვე. ვაიმე, და რა საყვარელია. ნისა, გოგვა თუ ბიჭი? ნახე. აუ, არ გუზდელობა არ მინდა. და რატო კნავის? ნიკა, შია ალბათ, აბა მთელი ღამე ჩანთაში იყო. შია. ძე დაუსხათ, ნიკა. არა, ძეშა ყველას ძეს თავაზობ, არა. მე ძეხს ვაჭმევ. ძეხვი მართალია, ძეხვი კი. წავედი კნუტო. ნიკა. მოდი ახლა კნუტო. ნიკა. ხო. კნუტი მაინც ვერ შეჭამს ამდენ ძეხს და მე შევჭამ. შეიძლება უყუნთ ისე რომ ელენე ვერ. კი, ჯამ. და ეს რა კარგინდა და ეს რა დაგვეტოვა, ნახე რა საყვარელია. ნიკა, იმიტომ რომ ხო ვიცი, მე უნდა გვინდა მაგის ხო იცი რა. არა, რატო, მოდი ნახე, მოეფერე როგორი საყვარელია. ფეხი არ ჩადგა. ნიკა! რა გინდა მე ხო არ ვიქნიო. რაიქო ყვატა რა ხდება? რა ხდება კი მოხდა უკვე მოსახდენი რაც იყო ის კოიცი შემიჭახა ბატონო პროფესორო რა უკრა არ ვიცი ჩემი კოიცი ვაიმე მე მოგონებდი თეკლატდება და იმიტომ ამოირბია. კარგი ბატონო პროფესორო რა თეკლატდება რა მოხდა რა კატამ შემიჭამა ერთი კოიცი ჩემი კოიცი შეჭამა კატამ არა, ჩინის კორცხებზე ლაპარაკობს. ვაიმე დავიღე დავიღე არ ვიცი რა გავიცნა უკვე გული რა დავიღე ჩემი კოიცი ჩემი საწყალი კოიცი როგორ შემიჭამა დაპალმა იმან როგორ შემიჭამა გადაიხო აქ შემოსული გადაიხო ხო ეს სამზარეულოსთან მივედი ერთი წუთით მივედი მეტი კი არა კოიცი სწავდი და მოიხედე ბუდესთან იყო და რაღაცა კნუტი და კოიცი ჭამდა აღარ შემიძლია დავიღე ჩემი კოიცი რა უკრა ეხლა რა მე მოვაწი წიხლი და დავიღე გადავარდა და მე ახლა გასეოდო და მაგრამ მოვასწავართ და აბა ქოლები არ ვიცი აბა აიმიდან გადავარდა მე რა ვიცი რა მე აიმიდან გადავარდა ხო აიმიდან გადავარდა ხო აიმე ნიკა რა ნიკა კატა კოიცი კაცო კოიცი ჩემი კოიცი რა ნიკა რა კატა კოიცი ჩემი კოიცი წამოდი გადავიხედო მე რამდენი სასწაულზე ვარ მეხუთე უფ წადი შენ თვითონ გადაიხი საფი მარტო ვერ გადავიხედები წამოდი ჩემი კოიცი ეს რა დამემართა ბატონო პროფესორი ეს რა დამემართა მე მეკითხები? ხო რა ვიცი ხო თქვენ
ეკითხებით ხო რა ვიცი აღარ ვიცი ბატონ კვერცხი შეგიჭამა. კარგი ნუ ხამახსენებ თეკლა რომ მოვა იმას რა უთხრე არ ვიცი ეხლა იმაზე მერიულობ ცალკე ჩემ ჩემ და კატონ კვერცხი შემიჭამა. კარგი ხა ბატონო პროფესორი კარგი რატომ აგიჟებთ ვერ გავიგე რატომ აგიჟებთ ჩემი კვერცხი როგორ გული დამწყდა ბატონო პროფესორი არის თუ თქვენ ისე ახლოს თორე თქვენს გული დაგწყდებოდათ რა გავაკეთო ეხლა ჩემი კვერცხი ხა ეს როგორ შემიჭამა კატონ ჩემი სოფი ნიკას კატა იყო იცი რა მე მგონი ცოცხალი იყო ფართხალებდა სოფია ფართხალებდა ყვავები ძიძგნიდნენ და ისინი ფართხალებდნენ კატა ბატონო ვისი კატა იყო მე რა ვიცი ელენე ვისი კატა იყო ვიღაცამ შემომიგზავნა ალბათ მე რა ვიცი ვიღაცა შეშურდა ალბათ ჩემი და ჩემი კვერცხების ბედნიერება და შემომიგზავნა კატა მე რა ვიცი ისე ისე იქნებოდა უფრო შემოსული, რა ვისმა შეშურებოდა შენი კვერცხები. არ ვიცი ხა ისე გავლით იყო თუ როგორ იყო, მაგრამ ფაქტია რომ ესე მოვიდა და კვერცხი შემიჭამა. ჩემი კვერცხი, ჩემი საცოდავი კვერცხი. კარგი პატა, დამშვიდდი. ასე ნუ განიცდი. რა დაგემართა, კაცო, აიყვანე თავი ხელში. მეორე და მესამე კვერცხები გასაზრდენი. ასეთყვიან ახლა ისინი. გაიყვანეთ მართლა ის მეორე და მესამე არ ჩვენოთ ჩემი ნერვიულობა, თორე გაიზრდებიან ნერვოზიანები და ისინი. გაიყვანეთ უანახებ ჩემ ნერვიულობას, არ მინდა. ხოდა ჩუმად იტირეთ, რომ გაიღვიძება. მე ეს მეორეს მოკვდება, ის დარჩება მარტო ეგოისტი გახდება და ეს რა დღეში ჩავარდი რა არის ვერ გავიგე ახლა ეს. რა გატირებს ელენე? თეკლა მეწოდება. ამის ხელში. კარგი პატა, დამშვიდდი. ჩემი კვერცხი რა დამავშვიდე. კარგი ზომება. პატა კატა. ჩემი კვერცხი რა დროს კატა, კვერცხი კატა. ტანჯარა მეოთხე მაგიდან უკვე მეორეჯერ მიმიყარა რა არიან მორიდება გქონდეთ თან რაღაცა რა ვიცი ერთის კაცო რა ამ ხელა ხალს მარბენირებენ წინ დაუკან 66 აჰა ესე იგი მაშა ყველაფერი კარგად არის დაკეტვამდე 67 ადამიანი თუ შემოვა მაშინ გავალთ მოგებას მოდი ახლა ჯერ ჩვენ ამ 6 ადამიანს მივხედოთ გამომოთ მეორე მაგიდეს მიუტანეთ აი მინდა თეკლა მოდი შემიუტანე და მე ფილოლოგიური მაგს დამთავრებული და არ შემეშლება მოდი მოვიდა ელი ანგარიში ინევეთ მირთით ის უკაცრავად ეს თქვენი ხომ არ არის არა თქვენი ხომ არ არის უკაცრავად არა მე ლაშა მე მგონი ვიღაცას დარჩა რა არის ნეტა გაანებე თავი გაანებე მოვა და მოაკითხავს პატრონი არ ნახო არ დახსნა ო აბარა აი ხო გაგყურებს ამ ხელა ხალს რა რა უზდელობადებს რამე შენ რა გაპირებს ხელი მომყვა ჩუბათ რა ის რა უნდა ამბენფულს აქ ჩვენი მარდა იგოს რა ქვია ვაიმე ზონიტა ვისი ფულია ვაიმე ძალიან ამნერვია ვაიმე ზარს დაჩემო მეცი აუტანსა კარგი ხო არ გაჭრა ნუ გაჭრა ხო კარგი მას მე უნდა მომცებ ჩემი ინდირას მოუკვდესდია და არც კაბა აქვს არც სტუფლები ზამთრისთვის და უყიდიდი ეხლა ესე არ გამოვას ყველაფერი რატო არა ნუ უნდა ისე არ შეიძლება ეს ფული ერთისთვის ძალიან ბევრია ორად გავყოთ არ გამოვა ეხლა ეს ჩვენ ამას გამოუჩნდება პატრონი ყავს უნდა დაველოდოთ მოვა და წაიღებს ნუ თუ არ მოვა მე გავყოთ ორად სამად ხო ანუ ასე იგი ველოდებით კარგი ველოდებით არ მოვიდა დაქვი არ მოვიდა მოვა საწავა აბა ამ ხელა ფულს დატოვებ და ესე მოვა დაველოდოთ და მოვა არ მოვიდა ნუ მოვიდა თავის თავს დააბრალებს მოიმე რამდენია რამდენია
ისა ვიკეტებით თქვენი ყველას გადახდილი შეგიძლიათ წამდადეთ. გადახდილია გადაგზანდებოდეთ ნახვამდის. გადახდილი არის ნერვიულად. ნახვამდის. გადაგზანდებოდეთ ვიკეტებით. გადაგზანდებოდეთ. გადახდილია თქვენიც გადახდილია ნუ ნერვიულად. ვაიმე გოგონი 20 ლარი დარჩა თქვენ მომესმენთ. აი, საწყალი ნიკას კატა. სოფიქშია. იცი რა, კარგი ვქენით რომ ჩავედით და ვნახეთ გაფრთხილებული კატა. საჭმელს საერთოდ ვეღარ უყურებ და დიეტაზეც ადვილად დავიწყე. სოფი ნიკაზე ძალიან ნერვიულობს. სკოლიდან რომ მოვა რა უთხრა, საწავიდა კნუტი. და პირდაპირ უთხრა რომ კვერცხები შეჭამა და ღირსი იყო რომ მომკვდარიყო. გაგიჟდი სოფი, დღეს დილით ლაშას და ნიკას კვერცხი შეუწვი. და ქვემოთ რო კნუტი იყო ის რომ მოიყვან თვითონ გაარჩევს. მოიცა რომელი თავზე თეთრი ბეწვი რო ქონდა, ტანზე საერთოდ რო არ ქონდა, ცალი თვალი რო ქონდა და უკანა ფეხებით რომ ვერ დადიოდა და მიწაზე რომ დაათრევდა ის ძაღლი, ხო? ძაღლი ხო? საწყალი ძაღლი. აი მე სოფი ნიკა, სოფი მომეხმარე რომ რამე მოვიფიქრე. კი, აბარა. სოფი ბახერ. ხმამე მე მძინავს სოფი. ნიკა, მოვიდე. ისა, ზაზე რო გადავდიოდი, ფეხი მე მგონი ტალახში ჩავდი და მე გაწმინდე რა. ვაი მე ბინი. ისო, ბინიცის თავისივე გაფრთხილებულ კატაში ჩადგა ფეხი რა არის ეს ბედია. კნუტი სად არის? ნიკა, შენ ჯერ მითხარი რამდენი ქულა მიიღეს სკოლაში და მე მეგეთყვი ხარ თუ არა კნუტის ღირსი. 10 ქულა მიიღე ქართულში. კარგი რა გაგამწარა შვილო რა უბედურება მაინდამეს დღეს მიიღეს 10 ქულა. ვეფხი და მოყმე ჩავაბულბულე. ხო. ქუშას წითლა და მიღება სისხლიზეთ ჩამომდინარე. ვაი მე გაფრთხილებული კნუტი. ფისობს. სად არის კნუტი? ნიკა სადმე აქ იქნება? მიდი იქით მოძებნე, იქ მოძებნე, ხო? ფისობს. აი, ხო ხედავ ნიკა სადღაც აქ არის. აი ესე წაბები რა ვერ დავინახეთ თემოს. კარგით რა, რატომ ატყობთ ახლა? თქვენ მგონია ვერ ვარჩევ დედის და კნუტის ხმას. სოფი შენ მოიყვანე და შენ თქვი. მე მოვიყვანე და მე ვეთქვი. ეზოშია ნიკა. რა უნდა ეზოში გაიქცევა? არ გაიქცევა. რატომ დაღლია? არა ნიკა, დაბმული არა, ამაგრებულია. კარგით რა, ეზოში მარტო რატო გაუშვით? დაიკარგება. არა ნიკა, სად დაიკარგება? მოვა სად წავა? მოვა. მაშინ კარს ღირს დავაყოთ და შემოვიდეს. არა ნიკა, არ არის საჭირო. რომ მოვა, ღრიჭო და შემოვა. ჯანდაბა ჩემთან მისულიყავ პირველი ხომე ვნახავდი და დამრედი ნუ რა ჩამწაბა და მე. მაშა რამდენია? რამდენია და 4 მანქანა, 2 ბინა, 3 აგარაკი, 12 კილო ხორცი. ეგრე ნუ მიყურებ აგონიაში ვარ. მაშა ვაი მე ნახევარი მილიონია. დაწყენილი დღე მაქვს, დავაწყენილი დღე დღეს. რატო? იცი რა, ნახევარი მილიონი სამად ვერ გაიყოფა. იცი რა, ლაშა და მოდი, ებზარ დაუძახებ და 4-ად გავყოთ. არა, სამად გავყოთ. თვითონ შეხვდება 160,000, რჩება 20,000 და ეს 20,000 ესე დავტოვოთ გვალად იყოს. აი მე ებზარს მივცეთ და გაგიჟდება სიხარულისგან და მე დავცინოთ. სულანა გაქვთ იუმორის გრძნობა რა. ხო, არა, უშავს 20,000 კაფეტერიის განვითარებას მოვახმაროთ. მართალი. აი, მართალი ხოთე. რა არის ეს ბონუსები და პრემიები დავარიგოთ. თქვენად გინდათ, ერთ წამში 160,000 მფლობელი გახდით და მე მომეცით, ჩემი ინდირას კაბას. ხო, ვიცით, არაფერი არ აქვს. სამთრისთვის დედა მოუკვდეს. აი, ეს ძალიან ანერვიულდი მეშინია, რაღაცა მიჭირს აღება. აი, არა იყო შვილო, არა იყო. ხომ გაგიგია, რისიც გეშინოდეს იმას ერიდეო წადისაში დაისვენე წადი. ორი და ფლაშებეთაში, რა ცუდია.
არა ისე თეკლა მართალია. მართალია ვერ ავიღებთ ამას. პოლიციას გამოუძახოთ და აი მე დედა სპეციალურად გავგიჟდები ეხლა და მოვა პოლიცია და სულ საგვეთლოს არა მე ამას ვეკავ. არა მე დაურეკავ და გამოვიდა. არა მე დაურეკავ. 83-ია ხო პოლიცია? რეკავა. ალო? პოლიცია, იცით რა, მობრძანდით მე შვილის 27-ში, ბევრი ფული ვიპოვეთ და გთხოვთ მობრძანდეთ და გაარკვიოთ ვისია. არა მეთქი, ოხენზა რამდენი დაგილევია პიშკენას გისატყიალებს. ხო, კარგით. ჭანდაბას დავიტოვოთ ეს 9 მილიონი. ვაიმე. ვაი. კარგით, ახლა სადმე ზის კუთხეში მოწყენილი მშიერი და შეშინებული თვალებით მეოდება. არა, ნიკა, არ ინერვიულო, კარგად არის შენიკნუტი, არც მშიერი არ არის, არც შეშინებული თვალები არ აქვს, არც შია. მოკვდა. გაიგე, ხარ რაც გითხარი? აუ, ჩემი კნუტი მოკვდა. აუ, რა მოვიდა? პატას კვერცხები შეჭამა. და მოიწამა და მოკვდა? არა, მე პატამ ეს რო გაიგო ამოარტყა პანღური, იქ გადავარდა აივნიდან და მოკვდა? არა, მე მეზობლის თოკებს ჩამოეკიდა, მე გაეშვა, ეთყობა კლანჭები ჩამოვარდა, ასვალის დაეფერთხა და მოკვდა. არა, მე დიდი სატვირთო მანქანა მოვიდა. გადავარდა. და მოკვდა? არა, მე ყავები დაესინენ კორტნიდან და მოკვდა. ნიკა, საწყალი კნუტი ხო ზეციდან მიყურე? ნიკა, ზეციდან თუ რა ასფალტიდან მაინც არ. ნიკა, დედიკო, დაწყნართი და არ ინერვიულოსა. მე შენ ახალ ლექს გიყიდი. არ მინდა ლეკო, მე ჩემი კნუტი მინდა. ისადე, როცა ეხლა მე აფექტის მდგომარეობაში ვარ და მე ლექზე დავილაპარაკოთ. წავედი მე ხა ჩემ ოთახში და ვიტირე. რა სოფი, რა ცოტა მოკლედ ვერ მოყევი, ხო ხედავ როგორ განიცდის ბავშვი. აიპადის დამტენი სადებს. ძალიან განიცდის კი. ვეცეკვები მილიონერს. მილიონერს არა, ნუნუ ბიცოლა, 160,000-იანებს. რასაც მინდა იმას ვიზამ. აბარა შვილო საზღვარგარეთ წახვალ დაისვენებ. მერე გაიცნობ კარგ ბიჭს გათხოვდები. პატა? პატა საშორდები? მოიცა, პატას რატომ გადავშორდე? მე მეგონა ბირის გულისთვის იყავი მაგასთან. რა კარგი, მე და პატა ახალ ბინას ვიყიდით. ხო, თეკლა ახალ ბინას იყიდით, ჩვენ და პატა ეს ძველი ბინა კვერცხებზე გადააფორმეთ. ხო. უფრო დიდი ბუდე ეხლებათ კვერცხებს. თეკლა შვილო, ფრინად უნდა ხარჯავ იმ ფულს, საზღვარგარეთ წაიყვანე პატაც. წავალთ ყველაფერს დავათვალიერებთ. შენ კარგად ვერ გამიგე. სამკურნალოდ წაიყვანე. ხო, არც. ესა თეკლა 500 ლარს ხო ვერ მასესხებ. ლეხუმრები ხო? არა, პორშეს კუპეზე მაყდება ფული და. ჯიპს მომიყვანენ მალეო? არა, ეგ მომიყვანენ, მაგრამ მეორე მანქანაც ხო მინდა. რა სისულელეებში ხარჯავთ ფულს? მათხოვე ერთოც რა, მათხოვე კარგად. ესე იგი ლაშა, ვიყიდი 60 კილო ტყემალს, გავაკეთებ. 40 კილო ლეღვის მურაბას უყვარს ემზარს ლეღვის მურაბა. 45 იყიდეთ მაშინ. კი ბატონო 45 იყოს. მჟავე კიტრი არ ჩავდო. უნდა ჩადოთ თელი ზამთარი წინა. აბარა, ესე იგი ეს გამოვიდა 172 ლარი. გესმის შენ, ესე იგი ფულს ძალა არ აქვს რა. რამდენს გავახარებ? აბა, მეც რამდენს გავახარებ საჩუქრები? რამდენს გაუხეთქავ გულს, რომ მეუბნებიან შენი ქმარი ის არისო უსაქმური და ლოთიო. ხო მართლა ეს დავრეკო ამ ზარს.
მამზარ, შენთვის სურპრიზი მაქვს. შედი საძინებელში. კარგი ერთი რას მოდიალობ. ესე იგი ლეიბის მარჯვენა კუთხეში ორ ტყაველზე გახიე, ამოიღე იქიდან 25 ლარი და შენი იყოს. კარგი, ხლა ნუ გაგიჟდი, ნუ ხტუნაობ საწოლს და ჩატყდება. რა ემოციურია ჩემი მზარიკო. საიდე, იცით რას ვიზამ? არა, მაგაზე ფული არ მეყოფა. მაშინ ავდგები და არა, მაგაზეც არ მეყოფა. მაშინ იმას ვიყიდი. რას? არა, მაგაზეც არ მეყოფა. რა ცუდია, ფულს ვერ ხავჭავდი. მაშა, ეხლა მეხდი გუშინ წინის წინ სიზმარში ვნახე, ვითომ შემწვარი თევზი მეჭირა ხელში და ვიქნები. ხან მარჯვენა მხარეს შემოვიტყავდი, ხან მარცხენა მხარეს. დედა, როგორ ვერ მივხვდი თურმე ეს იმას ნიშნავს, რომ 160,000 ვიპოვიდი. დედა, ბერდები, ნუნუ ბერდები. შენი ხო ჯიპი მოვა, შენი ჯიპი ლაშა რა მაგარია. მართლა? ხო, ჩემ ახალ ჯიპს რომ მიყვან. და მაგარი ახალი მანქანა, ახალი იმიჯი, ახალი ტელეფონი. უი, ახალი ტელეფონი. ახალი ტელეფონი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. უი, ახალი ტელეფონი. ესა მე შენ ტელეფონი მომეცი რომ ახალი ტელეფონი შეუყვეთო. ამი მეცით ხოდ ბავშვებო, სტულებს ნუ ეტყვით რა რაც მოხდა აქ, რა იცი, 800 ლარი მართებს და მე მეტყვენ დაგვიბრუნეო. ვიდა 8 წელია მართებს და მაინც ახსოვს გას წარმოგიდგენია რა წუწურაქია ზოგი რა. აი ის ნუნდედა, ეხლა ვიფიქრე, ჯადო ხომ არ არის ამდენი ფული ესე უცებ რომ აი მე სისულელების გჯერა შეკავი. რა ჯადო რასა. გამარჯობა. შაი, როგორ ხასია? მოხდა არა? რა უნდა მოხდარიყო არაფერი ისეთ. რაზე შემოვედი ახლა? ძალიან მერიდება, იცი, ამდენი დახარჯეთ აი ყველაფერში. 200 ლარი არა გაქვთ? ვაიმე, საიდან გვაქვს ვერტელი არავინ არ შემოსულა. ისა, ბატონო ფრიდონ, 200 ლარი კი არა 2000 მოგცემ თუ გინდათ, არ არის პრობლემა. გაგახარებს შენ ღმერთი ჩემოლაში. ახლა რაზე მჭირდება? არ გაინტერესებს. შემოდით ფული დავკარგე. ფული რა ეხლა რეკვიზიტი იყო, ყალბი ფული იყო, დავაბეჭდნიეთ სერიალისთვის. დავკარგე ეს ყალბი ფული. ხოდა რას ფიქრობ ახლა ისი რა ვიღაცა ხო იპოვიდა იმას და იპოვიდა და მართალი იპოვდა კოლოსი საწოდავი. ფული რა მოხდა რა? ვაი ფული ვაი ნახევარი მინი ბევრი ფული ერთი ჩემოდანი ფული გაჩუმდი რა იყო რა მოხდა? წყალი დამისხეთ. რა მოხდა რა? რა მოხდა და ჯანდაბა შენთაშე რომ გაგიხმეს ეგ. რა რომ დამიგრეს ოსტები. წაიღე ახლა მომიტანე ფული საიდანაც კიდე ვიფიქრე პრინდოს უყიდი საჩუქრებს მეთქი და ახლა ნახავრასაც ვიყიდი შეუნამუსო. შევი ჩემოდანი. ისა ლაშა ხელფასამდე ის 2000 რომ არა თუმცა საიდან ახლა ამდენი ხარჯი გქონდა თქვენ და კარგად იყავით ესა ხო არის თქვენ ვინმე იაფად ეკრანებს ვაკეთებთ ესა Алло. Дიახ. ჯიპი მოიყვანეთ? ლაშა ტორონჯაძე გარდაიცვალა. იზიარები. აუქნა რა ვისაც ჩემი ვალი ქონდა ყველას დაურეკე და უთხარი არ მინდა ჩუქნით მე. დაურეკავ ხო და ყველას ვეთყვი რომ მაგარი მთვრალი ვიყავით ხო. ლაშა მომისმენე ესე მთვრალი ვარ? ალო. აი მე მზარ ეხლა თუ ის 25 ლარი დახარჯული გაქვს ხელებს მოკა.
იქ მე ვიცი რისი ბრალიც არის ეს მომდი. ვიცი. ეთქობა იმ სიზმარში კარგად ვერ იქნევდით იმ თერში. ვაიმე ეს რა დამემართა თეკლა. ერთი წუთით მოვადუნე ყურადღება, ერთი წუთით სამზარეულოსთან მოვედი აქ და კარგი. კვერცხს უწვავდი. ასობაში მოვტრიცხირა. უყვართ ბატონო პროფესორო უყვართ. კვერცხებს უყვართ? კვერცხებს კი არ უყვართ, მე რომ ჭამე ვისყურება უყვართ კვერცხებს, კაცო რა თქვენ ვერ გავიქი. აი ესეთი უბედურება, ეს რა უბედურება დამემართა, არ ვიცი რა. კარგი დაწყნარდი პატა. დავწყნარდი კი, ძირფასო, კი, მშვიდადია, კი. ხო, უნდა გაძლიერდე პატა, დანარჩენ კვერცხებზე უნდა იფიქრო. მართალი ხარ თეკლა. კვერცხო! სადარბაზოს კარი გამოკეტო, ხო? თეკლა რას ქვია გამოკეტო? იქნება ხალხს უნდა მოსვლა, რას ლაპარაკო, რას ქვია გამოკეტო? ხალხია მოსასვლელი, დილით ჩიტები იყვნენ მოსული, მე ტრედები მოვიდნენ, იმდენი ცრემლი დაღვარეს, რას ლაპარაკო? ცრემლი არისო, პატა. ბატონო, ცრემლი არისო ეგა. არის ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, კვერცხო! ერთი წუთით მოვადუნე, და იქ ხომ მოყევი უკვე. მაშინ შეთქვი რა მეთეკლა. მე რა ვთქვა? არ ვიცი, მაშინ მე ვიტყვი ისე. ერთი წუთით მოვადუნე. პატა, მე ვიტყვი, მე ნეტავი მკატას იმ კვერცხის მაგიროთ მე შევეჭამე, ვაი, კვერცხო. ემოციური ხარ, მადლობა. ეხლა მითხრე ელენემ კაცო გავგიჟდი შემოვარდი გამისკდებული კაცო. აბა რა იქნებოდა ლაში? რა იქნებოდა უცხო ხო არ ხარ ლაში შინაური ხარ უცხო ხო არ ხარ? კვერცხო! აი ჩემო თავუბედურა ესე მოვედი ლაშა ერთი წუთით საჭმეს კვერცხს უწავდი კვერცხებს და ეხლა რაღაც მინდა არც კვერცხი აღარ მინდა და მიწაჭამება და ფერაზე მართლა შეუბედურა. ხედავ ლაშა, რა საცოდავი ვარ. მართლა რა საცოდავი ხარ. ხო გახსოვს ლაშა, ჩემი კვერცხი ხო გახსოვს. ემახსოვრება ალბათ ჩემი კვერცხი, ჩემი საყვარელი კვერცხი. როგორ არ მახსოვს პატა, როგორ არ მახსოვს კაცო, რას ლაპარაკობ, ისეთი იყო, რომ შეხედავდი ეს დილობის განსახიერება. ეთყობოდა რომ ოჯახში იყო გადადილი და არა ტოტზე. მართალი ხარ ლაშა. მეზობლებმა გაიგეს უკვე, ჰა? გაიგეს მეზობლებმა. არ ვიცი პატა, მაგრამ ელენე ხვალ გააკრავს ლიფტში განცხადებას. ხო, ფერაძეებს გარდაიცვალა კვერცხი. პატა, მე ლიფტიორთან დავრეკავ და ეს დღეები ლიფტი უფასოდ გვექნება. მე მადლობა კვერცხო. ემოციების ბრალია პაპა. ესმის შემდგომში. რა არის ცხოვრება? აბა დღეს ხარ ხვალ კატა მოვა და შენ რომ მახსენდება იცი რა არის ყველაზე ესეთი გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული ჩემი საწყალი. ბატონო სად გადაწყვიტეთ? რა არის ლაშა არ ვიცი ხა მე ვერ მივეკარე ხელი ვერ მოვკიდე და აგერ ელენემ ნაგვის ყუთში ჩააგდო და ეს
რაღაცა. კარგი, არა უშავს, კარგი. რა არის ლაშაი? რაღაცა მომენტებში არ მჯერა, ხვდები ჯერ ვერ გავათვიცნობიერე, ხვდები რომ შემოდიო რაღაც მომენტებში არ მჯერა. შენ ხო გახსოვს ლაშა ყოველს განსხვავებული და გამორჩეული კვერცხი იყო ეს ჩემი. აბა, ჩემი საწყალი კვერცხი. როგორ არა. ბატონო, საინტერესოა, არაფერი ხდება და მოდით მე წავალ და თუ რამეში დაგშილდებით დამიძახეთ, ჰა? კარგი ბატონო პროფესორი. მე წამოვალ. ხო, პლეტით მოდი ახლა. დიდი მადლობა, მეზობლებო, ლაშა დიდი მადლობა. არაფერს, მოდი შპადა ცოტა ხანი გავალ მომშილდა რაღაც. იმდენი ილაპარაკა ამ კვერცხზე. წავალ ერენ ჩიპის გავაკეთე. თეკლა, ხო იცი დღეს არ მაქვს ფული და მე მოგცემთ რა. და მოიცა, კარგი ვაშა, გაგიჟდი ხე კვერცხზე უნდა დადო ფული. აი არა. კვერცხზე კი არა. წადი მართლა უმკურნალი ამას რაღაცა. ყველაფერში კი არ ტყუის, ნუ. ხო. აჰა. ხო, კარგი. კაი გავედინე. შენ რა გინდა? ბატონთან მოვედი. გითხრა ხო დედამ რომ ჩემი კატა იყო. კი მითხრა. მიფიქრე მივავთქო, რა ვიცი, იქნება კვერცხის დედა ჩემზე მწარე და ტირისა. არა უშავს ბავშვი, ეგ არაფერი. ერთი კვერცხი მაინც გავზარდე კატებთან მეომარია, აბა. იცი რა ლამაზი კატა იყო? კი, ვიცი ბავშვი, როგორ არ ვიცი ეს ციხე რომ მოვარტყი, აი სანამ მიფრინავ და დავინახე. როტრიალებდა ესე ჩრდილ და მზეში გარდამავალი ფერები ულამაზეს, შენ არის ჩემ კვერცხს ხო არ ყავდა ნანახი ხო? იმის დაძმა, ვაიმე რა საყვარელ როგორ გვანანიცი გაჩვენე ვაშლი თუ გაჩვენე კვერცხით როგორ ითქნება არ ვიცი. წავალ ახლა მოგიყვან გაჩვენებ ახლა. ეს თავი მეთქი, ეს ცოტა ხანი მოვიხდი. მოვიყვან ახლა ვიჩერებ კვერცხს. თეკლა გაყები რა თავი თავს სამი არა უტევა. ვაშა უნდა ცინი მოიცა. და უნდა ცინი და ვერ არის ეს კაცო, ვერ არის და ჰა. ის დაუძინიათ კვერცხებს. ხო და დავიშალოთ მეზობლებო ახლა გვიანი იმის ეს გამოვიფით ენერგია აღარ ამაქვს. როგორ გავს ეს ხარი ჭადრაკის ცხენს? თეთრს. თეკლა, რა საკეთებ თეკლა, ჰა? ტელევიზორს უყურებ. რა ტელევიზორს უყურებ? გაგიჟდი მომეცი, ერთი წუთი. მოიცა. მომეცი თეკლა 40 დღე არ გასულა ჯერ, რა საკეთებ? და შენ არ იცი ეთყობა კვერცხებზე 40 დღე კი არა 40 წუთია. მართლა? კი. კვერცხს კეფიცე. ის რა გავიცოდი და 21-ზე მაგარი ფილმი იწყება. გადაგთი მე მზეს სუნძილეს მოვიდენ, კარგი? თეკლა შეხედე, ნახე ეს ქალი როგორ გავს ჭადრაკის შავ ცხენს, შეხედე. წავალ მზეს სუნძილეს მოვიდენ.